2021 წლის მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები ფიზიკაში, მეორე ვარიანტი, ამოცანა ნომერი 27. გრაფიკი გამოსახავს ავტომობილზე მოქმედი წინააღმდეგობის F ძალის, ძირითადად იგულისხმება ჰაერის წინააღმდეგობა, დამოკიდებულებას ავტომობილის V სიჩქარეზე. როდესაც ავტომობილი მოძრაობს 80 კმ/სთ სიჩქარით, ავტომობილის ძრავა ავითარებს 120 კილოვატს სიმძლავრეს. კი ბატონო, რა სიმძლავრეს ავითარებს ავტომობილის ძრავა, როდესაც ავტომობილი მოძრაობს 60 კმ/სთ სიჩქარითო, გვეკითხებიან. კარგით, ესე იგი, მოდით ახლა დავაკვირდეთ ჩვენ ამ ნახას რა გვაქვს მოცემული. აქ. და ნახასიდან როგორც ხედავთ, როდესაც ავტომობილის სიჩქარე V ტოლი იყო 80 კმ/სთ-ის, ამ დროს მისი ამ დროს F ტოლი იყო F ტოლი არის ამ დროს 4 ერთეულის, ну რადგანაც ერთეულები არ გვაქვს მოცემული, ზოგადად დავწეროთ 4 დანაყოფის ან ერთეულის ტოლი არის ამ შემთხვევაში. და ამავე დროს თუ დავაკვირდებით მოცემულობას, როცა ეს ავტომობილი მოძრაობს 80 კმ/სთ სიჩქარით, ავტომობილის ძრავაო ავითარებს 120 კილოვატს სიმძლავრეს. ანუ ამ შემთხვევაში ამ დროს, როცა ამ სიჩქარით მოძრაობს, შესაბამისი სიმძლავრე n ტოლი არის რამდენი 120 კილოვატის, კი ბატონო, 120 კილოვატის. ხო, მაშინ ძრავის სიმძლავრისთვის რა გვექნება, ესე იგი, ჩვენ მეორე მხრივ თუ გავითვალისწინებთ, რომ n ტოლი არის f-სა და v-ს ნამრავლის, და შევიტანთ ამ მოცემულობებს, რა გამოგვივა? n არის 120 უდრის f-ი გამრავლებული 80-ზე, საიდანაც f-ისთვის მივიღეთ, რომ ტოლი არის 120 შეფარდებული 80-თან, ეს კი ტოლი არის 3/2. მოდი ერთეულის დავუწეროთ, ერთეული იქნება აი აქედან ძალის ერთეულისთვის მივიღებთ, რომ ეს არის ტოლი, ერთეული გვექნება კილოვატი შეფარდებული კილომეტრ/სთ. კი ბატონო, მეორე მხრივ, როდესაც 60 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს ავტომობილი, კერძოდ როცა აი სიჩქარე აქვს 60 კმ, აი ეს არის შესაბამისად 60 კმ შესაბამისი დანაყოფი, ამ დროს სხეულის მოდის ამბავ დავარქვათ რაღაც F1 ტოლი იქნება. რის ტოლი იქნება, ესე იგი, მთლიანად არის F-ისთვის გვაქვს 4 დანაყოფი და შესაბამისად ერთი დანაყოფის ფასი, რადგანაც 4 ცალი გვაქვს F-ი, ერთი დანაყოფის ფასი იქნება F-ი გაყოფილი 4-თან. მაგრამ რადგანაც F1 შეესაბამება ორი დანაყოფი, ეს უნდა გავამრავლოთ შესაბამისად 2-ზე და ეს ტოლი გამოგვივა F2-ის. ну ჩავსვათ ესე იგი რა გვექნება F1-ისთვის. F-ი არის 3/2, 3/2-ს კიდე 2-ზე რო გავყავთ, მივიღებთ 3/4 კილოვატი კილომეტრ/სთ. კი ბატონო, და ჩვენ გვეკითხებიან რა სიმძლავრეს ავითარებს ავტომობილი სწორედ ამ 60, როდესაც ეს ავტომობილის მოძრაობის სიჩქარე 60 კმ/სთ-ია. შესაბამისად n1 ტოლი იქნება F1-ის და V1-ის ნამრავლის. ანუ რა გამოგვდის, F1-ისთვის მივიღეთ, რომ ეს ტოლი არის 3/4, შესაბამისად 3/4 გამრავლდება V1, რომელიც 60 კმ/სთ-ია, ეს გამრავლდება 60-ზე და მივიღებთ ეს და ეს შევიკვეცება, აქ დაგვრჩება 15 და ტოლი გამოგვდის 45 კილოვატის. შესაბამისად პასუხი რომ დავწეროთ, n1 ტოლი ყოფილა 45 კილოვატი. ეს კი არის პასუხი A.